მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? იმედია ყველანი კარგად გრძნობთ თავს. ასეთი ამინდების მიუხედავად ცოტა განწყობაზე მოქმედებს, მაგრამ არ უშავს. დღეს მოვედი სასიყვარულო თემით და ამ დასტით, რომელიც დიდი ხანია არ გამომიყენებია და დღეს გამოვიყენებ. მოდი გავიგოთ თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება რას გრძნობს თქვენს მიმართ. ჩაიფიქრეთ თქვენი ადამიანი, თქვით მისი სახელი და გვარი და გავიგოთ რა გრძნობები აქვს თქვენს მიმართ. რა გრძნობები აქვს, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, რა გრძნობები აქვს თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას თქვენს მიმართ. რა გრძნობები აქვს ამ ადამიანს თქვენს მიმართ ვკითხულობ და აქ ცოტა ისეთი არკანები ამოდის. ჯერ პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ საკმაოდ ისეთი პერიოდია თქვენს ურთიერთობაში. აქ ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ისეთი გამართული ურთიერთობაა. საკმაოდ ბევრი რამ იცვლება ამ ურთიერთობაში, ან უკვე რაღაცა ეტაპი დანგრეულია. ყოველ შემთხვევაში რას გრძნობს თქვენს მიმართ და ამ ადამიანს თქვენ შეიძლება გქონდეთ სხვათა შორის რაღაც ისეთი უფრო ფარული სახის ურთიერთობა, სადაც ეს ადამიანი ძალიან ნაკლებს გასცემდა. აი არ უყვარს ამ პიროვნებას, არ უყვარდა, არ ვიცი, ახლა კიდევ გავაგრძელებ და ვიკითხავ ამ საკითხთან დაკავშირებით. სანამ ეს, ასე ვთქვათ, ციკლი დასრულდებოდა თქვენი ურთიერთობის, ან რაღაცა ცვლილებები დაიწყებოდა, ამ ადამიანს საერთოდ არ უყვარდა ბევრის გაცემა. აი, არც შეიძლება არც ემოციას გასცემდა ბევრს, არც დროს, არც ყურადღებას, არც რესურსს, საკმაოდ ისეთი ტიპაჟია. ხელმომჭირნე თუ რა ქვია, ხო, ესეთი და ძალიან ცოტ-ცოტას ესე დოზირებულად გაძლევდეთ ამ ყველაფერს რა, რომელიც თქვენთვის ძალიან ცოტა იყო. პლუს ის, რომ ეს ურთიერთობა იყო ფარული და ესეც თქვენთვის ალბათ არასამართლიანი იყო. ამ ყველაფრის ფონზე სამყაროს სამართლიანობიდან გამომდინარე, თქვენთვის რაც უკეთესი იყო, ზუსტად ის მოხდა, მეგობრებო. ძალიან დიდი ტრანსფორმაცია განიცადა, ან განიცდის ეს ურთიერთობა, დიდ ტრანსფორმაციას. აი, ფაქტობრივად როგორ არის, აი, კოშკის არკანი ამოვიდა და ინგრევა, ამ ტიპის ურთიერთობა ინგრევა. და რაღაც ახალი ან დაინგრა უკვე და რაღაც ახალი ეტაპი იწყება თქვენს ცხოვრებაში. კარგი, გავიგოთ. აი ახლა თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება რას გრძნობს თქვენს მიმართ. საინტერესოა. ვაუ. მეგობრებო, ვისაც გაქვთ ესეთი სიტუაცია ურთიერთობებში, აი ახლა რაც ვთქვი, მათზე იქნება გაშლა, ყველაზე არა, რა თქმა უნდა, ყველაზე არ რეზონირდება. ვისაც ეს სიტუაცია გაქვთ, მხოლოდ მათზე. თუ ამ ადამიანთან ამ წუთას არ გაქვთ კონტაქტი, ან რაღაცა მცირეოდენი, იცოდეთ მეგობრებო, რომ აი ამ ტიპის ურთიერთობა, რაც წეღავ თქვი, აბსოლუტურად ტრანსფორმირებულია ამ ადამიანში და თუ არ გაქვთ ურთიერთობა, ეს ადამიანი მოდის ძალიან დიდი გრძნობებით, ემოციებით, სტაბილურობის შემოთავაზებით. მოდის კომუნიკაციის სურვილით. საკმაოდ ბევრი კონფლიქტები აქვს საკუთარ თავთან ამ პიროვნებას სხვათა შორის, მაგრამ თუ ჯერ არ გამოჩენილა ეს პიროვნება, მოვა აი ზუსტად ასეთი
ემოციებით, ანუ ადრე თუ არ გამოხატავდა ამ ყველაფერს მეგობრებო, ახლა პირიქით იქნება, ძალიან ბევრს გამოხატავს, პირიქით ბევრს გეტყვით ძალიან თავისი გრძნობების შესახებ და შემოგთავაზებთ სტაბილურ მყარ ურთიერთობას. იმიტომ გითხარით, რომ რაღაც ახალი იწყება თქვენს ურთიერთობაში თქო. კი ბატონო, კიდევ რას გრძნობს თქვენი პიროვნება თქვენს მიმართ? ამ ადამიანისთვის ამ წუთას არ ვიცი, როგორი სიტუაცია იცით ამ ადამიანისთვის, აი შეიძლება შორსაც ხართ ერთმანეთისგან რაღაც მანძილზე ურთიერთობა, შეიძლება რა მომენტია იცით, რომ ძალიან მიუწვდომელი ხართ მისთვის, თქვენზე არაფერი არ იცის, ძალიან ფიქრობს, რომ ძალიან შეცვლილი ხართ. ძალიან დაფარული ხართ და აი თუ ადრე მისთვის აი გადაშლილი წიგნებით იყავით, ახლა პირიქით სრულიად გაურკვეველი ხართ მისთვის, აი ვერ გაარკვია, იმიტომ აქვს კომუნიკაციის სურვილი, რომ ამ ადამიანმა ვერ გაარკვია თუ ახლა სოციალურ ქსელში გიყურებთ და უშოთ ეს პიროვნება, ხო? თქვენზე ვერაფერი ვერ გაიგო, არაფერი არ იცის, აი სრულიად დაფარული ხართ მისთვის. და ეს ადამიანი თითქოს აი შინაგან რაღაცა ლოცვის და მუდარისის აქვს, რომ მომენტი, რომ აი გამოვიდეს აი ამ მდგომარეობიდან. სხვათა შორის ცოტა აგრესიულიც არის ამ სიტუაციის გამო, რომ ვერ არკვევს თქვენ შესახებ ყველაფერს და მისთვის რაღაც ძალიან შორეული და მიუწვდომელი გახდით. კიდევ რას გრძნობს თქვენს მიმართ თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება? მას თითქოს მეგობრებო არჩევანი ქონდა გასაკეთებელი. აი ძალიან შეიძლება ამ თავში რაც ვთქვი, ძალიან დაბნეული და გაურკვევლობაში იყო. მისთვის ეს რაღაც ბევრი პასუხისმგებლობა დააწვა თითქოს ერთდროულად თავს, არ ვიცი რატო ფიქრობს ასე. ყოველ შემთხვევაში ძალიან მძიმე იყო მისთვის და უჭირდა გულის და გონების შეთანხმება ერთმანეთთან. თქვენ ყოველ შემთხვევაში მისთვის ხართ ქალი თავდაჯერების სიმბოლო, ქალი აი როგორ თქვა, დამიწებული, თუ ცოტა ისეთი სიტყვა. ქალი, რომელიც მყარად დგას მიწაზე. ქალი, რომელსაც მოსწონს საკუთარი თავი, შინაგან კმაყოფილებას განიცდის და ქალი, რომელსაც საკუთარია ყველაფერი და მისგან აი დროის ყურადღების და სითბოს გარდა არაფერი არ ჭირდება. ანუ მან რაც უნდა მისგან რაც უნდა აიღოს, მხოლოდ ეს რესურსებია ამ ქალს, სხვა მეტი არაფერი არ ჭირდება, არც გარეგნობა აკლია, არც ჩაცმა დახურვა, არც თავდაჯერება, არც საკუთარი თავის სიყვარული. ამ ქალს ყოველ შემთხვევაში ის ასე გიყურებთ. ახლა ეს მეორე საკითხია, თქვენ რას განიცდით რეალურად, ხო? და შეიძლება არის ის მომენტი, რომ ბევრ თქვენგანმა დაუსრულეთ თვითონ ამ ადამიანს ურთიერთობა. მაგრამ ეს პიროვნება ფიქრობს, რომ ამ ურთიერთობაზე უნდა იმუშაოს. გადაწყვეტილი აქვს ეს ყველაფერი, რომ იმოქმედოს და იმუშაოს ამ ურთიერთობაზე. თუმცა ვერ ვიტყვი ახლა რომ აი რამოდენიმე დღეში ძალიან სწრაფად დაბრუნდება და უკვე გადაწყვეტს ამ ყველაფერს, მაგრამ ფიქრებში აქვს ეს ყველაფერი, რომ ამ ურთიერთობაზე აუცილებლად უნდა იმუშაოს. კარგი. ამებს ავიღებ მოდი და კიდევ ერთხელ ვიკითხავ, რას გრძნობს ეს პიროვნება თქვენს მიმართ. ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ, რას გრძნობს ეს ადამიანი თქვენს მიმართ. რა გრძნობები აქვს ამ პიროვნებას კიდევ ნახავთ თქვენს მიმართ. რას გრძნობს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება კიდევ თქვენს მიმართ.
მეგობრებო, აქ კიდევ ესეთი ერთ-ერთი ვარიანტია კიდევ, რომ ეს ადამიანი, აი სრულიად თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ უზომოდ ღრმა გრძნობებს განიცდის თქვენს მიმართ. აი როგორ გრძნობებს იცით, აი თითქოს ფესვები რო აქ გადგმული, შეყვარებულია თქვენზე, ოღონდ იცით, ისე კი არა, რომ აი უბრალოდ ემოცია და აი მცელში პეპლები და ასე შემდეგ. ამ ადამიანის გრძნობები უფრო მეტად ღრმა არის, ვიდრე თქვენ გონიათ. მაგრამ ამ ყველაფერს დიდად არ განახებთ საერთოდ და საკმაოდ როგორ სიტუაციაში იცი, თითქოს ისეთი იმდენი გრძნობა აქვს და აი თითქოს გადმოსდის უკვე ვერც გეუბნებათ ამ ყველაფერს და აი ძალიან მოწყენილობაში და დადარდიანებულია თითქოს აი ამ მდგომარეობაში ეს პიროვნება. მისთვის იცით როგორი ქალი ხართ? ძალიან თავდაჯერებული, ენერგიული, წარმატებული, მხიარული პიროვნება, რომელსაც სულ კონფლიქტი აქვს თითქოს ან თქვენ გაქვთ ერთმანეთთან კონფლიქტი თქვენ ორს, აი ვერ დაალაგდით თითქოს რაღაცა იცით როგორი ის არის, ვერ დაალაგდით ერთმანეთთან, რაღაცნაირ სულ კონფლიქტური სიტუაციები გაქვთ. ან არც ერთი არ უთმობთ, საკმაოდ ჯილდები ხართ შეიძლება. ყოველ შემთხვევაში თქვენს მიმართ ის ადამიანი, შეიძლება თქვენ საერთოდ არ ფიქრობთ ამ ყველაფერს და თქვენთვის ძალიან ნორმაა ეს ყველაფერი, რომ არსებობენ ხო ესეთი პიროვნებები, უფრო კონფლიქტურები რომ არიან და მათთვის ეხლა ყოველ წუთში რაღაც ესე წაკამათება დიდი არაფერი არ არის და არიან ადამიანები, რომლებიც საერთოდ რომელსაც არ უყვართ ეს კონფლიქტი და მათთვის ეს უბრალო წაკამათებაც კი რაღაცა დეპრესიას უდრის. შეიძლება ამ წუთას აი ამ პერიოდში რაღაცა ისეთი გქონდათ წაკამათება და ამ დროს ეს პიროვნება ძალიან დადარდიანებულია და თქვენ საერთოდ არ გადარდებთ აი ეს მომენტი. ხო, რაღაცა ცოტა ენერგიებში ვერ ემთხვევით. თუმცა ამ ადამიანს აი უზომოდ ხო გითხარით, ისეთი ღრმა გრძნობები აქვს თქვენს მიმართ, ვერც კი წარმოიდგენთ. აი არ იცით თქვენ იმ დონეზე, რასაც ის თქვენს მიმართ გრძნობს. ძალიან კარგი. დაგემშვიდობებით მეგობრებო. ეხლა პირადი სესიებისთვის შეგიძლიათ დამიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე 591-16-33-35 WhatsApp-ზე ან Viber-ზე მომწერეთ. დროებით.